ვარსკვლავები არ ქრებიან. ისინი არასოდეს ქრებიან, არც დილით, როცა მზე ამოდის, არც შუადღისას, როცა ლურჯია და უსაზღვროდ ცარიელი ჩანს, არც იმ მომენტში, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. ისინი იქ არიან იმავე ადგილას, იმავე სიკაშკაშით, იმავე მანძილზე, რომელზეც იყვნენ წუხელღამეც. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ და ეს უხილავობა არ არის ვარსკვლავების თვისება, ეს არის ჩვენი რეალობის თვისება, ჩვენი აღქმის ბუნება, ჩვენი არსებობის პირობა. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ უზარმაზარ თეატრში, სადაც ათასობით პატარა სანთელი ანათებს სცენაზე, თითოეული მათგანი სუსტი, მაგრამ თვალსაჩინო, თითოეული მათგანი ქმნის პატარა წრეს სინათლისა ბნელში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ თეატრში ჩართეთ მილიონი რეფლექტორი ერთდროულად, ისეთი ძლიერი, რომ მთელი სივრცე ივსება თეთრი, ბრმა, ყოვლისმომცველი ნათებით. სანთლები არ ჩაქრა, მათი ალი არ შესუსტდა, მათი არსებობა არ შეწყდა, მაგრამ თქვენ აღარ ხედავთ მათ, რადგან რეფლექტორების შუქი ისეთი ძლიერია, რომ ყველაფერს ჩრდილავს, ყველაფერს ანულირებს, ყველაფერს აქცევს უხილავად. ეს არის ის, რაც ხდება ყოველდილას დედამიწაზე, მზე, ჩვენი პირადი რეფლექტორი, ანათებს ისე ძლიერად, რომ მისი შუქი ქმნის ლურჯ ფარდას ჩვენსა და ვარსკვლავებს შორის, ფარდას, რომელიც არ არის მატერიალური, მაგრამ არის აბსოლუტური. რატომ ლურჯს? რატომ არა თეთრს, რატომ არა გამჭვირვალეს, რატომ არა შავს? რა ხდება ჰაერის ოკეანეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომ ვარსკვლავების შუქი, რომელიც მოგზაურობდა ათასობით წლის განმავლობაში, რომ მოაღწია ჩვენამდე, უცებ ქრება, იკარგება, ხდება უხილავი. და რატომ კოსმონავტები, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე არიან, ხედავენ ვარსკვლავებს შუადღისასაც, შავ ცაზე, მზის გვერდით, როგორც ბრილიანტებს ხავერდზე? ყოველდილას, როცა იღვიძებთ და ფანჯარას უყურებთ, თქვენ ხედავთ არა ცისნამდვილ ბუნებას, არამედ შუქის ილუზიას, რომელიც შექმნილია ატმოსფეროს მიერ, ჰაერის ოკეანის მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის არსებობას თითქმის არ ვამჩნევთ. ატმოსფერო მუშაობს როგორც უზარმაზარი ფილტრი, როგორც გარდამქმნელი, რომელიც იღებს მზის თეთრ შუქს და აქცევს მას ლურჯ ნათებად, რომელიც ივსებს მთელ ცას, ივსებს თქვენს თვალს, ივსებს თქვენს აღქმას. ეს არ არის უბრალოდ ფერის შეცვლა, არა ესთეტიკური ეფექტი, არა დეკორაცია. ეს არის ფუნდამენტური ფიზიკური პროცესი, რომელიც ცვლის თავად რეალობის აღქმას, რომელიც განსაზღვრავს, რას ვხედავთ და რას არა, რა არსებობს ჩვენთვის და რა რჩება უხილავად. თქვენ ამას ხედავთ ყოველდღე, მაგრამ არ ფიქრობთ ამაზე. როცა ჭიქაში ასხამთ რძეს და ის ხდება თეთრი, გაუმჭვირვალე, ეს იგივე პროცესია. შუქი იფანტება რძის მოლეკულებზე, ყველა მიმართულებით და ამიტომ რძე თეთრია. ატმოსფერო აკეთებს იგივეს მზის შუქთან, მაგრამ განსხვავებული შედეგით ის არ აქცევს მას თეთრად, არამედ ლურჯად და ამ განსხვავებაში იმალება ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ფიზიკური კანონი. წარმოიდგინეთ, რომ შუქი არის ტალღების ოკეანე, არა წყლის ტალღები, არამედ ენერგიის ტალღები, რომლებიც მოძრაობენ სივრცეში 300,000 კილომეტრს წამში. ზოგი ამ ტალღებისა გრძელია, ზოგი მოკლე, ზოგი აქვს ტალღის სიგრძე 720 მილიარდის 1 მეტრი, ზოგს 450 მილიარდის 1 მეტრი. ჩვენი თვალი აღიქვამს ამ განსხვავებულ ტალღებს, როგორც განსხვავებულ ფერებს, გრძელი ტალღები არის წითელი, მოკლე ტალღები არის ლურჯი და იისფერი. როცა ეს ტალღები შედიან ატმოსფეროში, როცა ისინი იწყებენ მოგზაურობას ჰაერის ოკეანეში, ხდება რაღაც საოცარი და მათემატიკურად ელეგანტური. ისინი ეჯახებიან აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულებს, უხილავ ნაწილაკებს, რომლებიც ივსებიან ჰაერში, და ეს შეჯახება არ არის ერთნაირი ყველა ტალღისთვის. მოკლე ტალღები, ლურჯი და იისფერი შუქი, იფანტება ყველა მიმართულებით, როგორც ბურთი, რომელიც ეჯახება კედელს და ხტება უკან. გრძელი ტალღები, წითელი და ყვითელი შუქი, გადის თითქმის უშფოთველად, როგორც მძიმე ქვა, რომელიც არ ცვლის მიმართულებას პატარა დაბრკოლებისგან. ეს განსხვავება არ არის შემთხვევითი, ის დამოკიდებულია ტალღის სიგრძეზე მათემატიკური კანონით, რომელიც ისეთი ზუსტია, რომ შეიძლება გამოითვალოს 6-ათობითი ნიშნის სიზუსტით. ეს ფენომენი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ რელეის გაფანტვას, ხსნის რატომ არის ცა ლურჯი, მაგრამ ის ასევე ხსნის რაღაც უფრო ღრმას. ის ხსნის, რატომ ვარსკვლავები ქრებიან დღისით. როცა მზის შუქი იფანტება ატმოსფეროში, როცა ლურჯი ტალღები იხდებიან ყველა მიმართულებით, ისინი ქმნიან ფონს ლურჯ ნათებას, რომელიც ივსებს მთელ ცას. ეს ფონი არის ისეთი ძლიერი, რომ ვარსკვლავების სუსტი შუქი, რომელიც მოგზაურობდა ათასობით წლის განმავლობაში, უბრალოდ იკარგება მასში, ხდება უხილავი, როგორც სანთლის ალი მზის შუქში. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი, კონტექსტი, პირობები, რომლებშიც ჩვენ ვცდილობთ მათ დანახვას. ადამიანები ყოველთვის უყურებდნენ ცას და ეძებდნენ პასუხებს.
ათასწლეულების განმავლობაში, სანამ არსებობდა ფიზიკა, სანამ არსებობდა ტელესკოპები, სანამ არსებობდა მეცნიერება, ადამიანები დგანან ღამით და უყურებდნენ ვარსკვლავებს, ცდილობდნენ გაეგოთ, რა იყო ეს შუქის წერტილები უსასრულო სიბნელეში. ისინი ქმნიდნენ მითებს, ლეგენდებს, რელიგიებს, ყველა მათგანი იყო მცდელობა, რომ ახსნილიყო ის, რაც ჩანდა უახსნელად. ძველი ბაბილონელები, რომლებიც ცხოვრობდნენ 4000 წლის წინ ტიგროსსა და ევფრატს შორის, თვლიდნენ, რომ ვარსკვლავები იყო ღმერთების თვალები, რომლებიც აკვირდებოდნენ დედამიწას, აკვირდებოდნენ ადამიანებს, აკვირდებოდნენ ყველაფერს, რაც ხდებოდა ქვეყნად. ისინი აკვირდებოდნენ ვარსკვლავების მოძრაობას ისეთი ყურადღებით, რომ შეძლეს წინასწარმეტყველება დაბნელებების, პროგნოზირება სეზონების, შექმნა კალენდრების. მაგრამ ისინი არ იცოდნენ, რა იყო ვარსკვლავების სინამდვილეში. ეგვიპტელები ხედავდნენ ვარსკვლავებში მკვდრების სულებს, რომლებიც მოგზაურობდნენ ზეციურ ნილოსზე, მოძრაობდნენ ღამის ბნელში, ეძებდნენ გზას მარადიულობისკენ. ისინი ააშენეს პირამიდები, რომლებიც ორიენტირებული იყო ზუსტად ვარსკვლავებზე, ორიონის სამკაულზე, სირიუსზე, პოლარულ ვარსკვლავზე. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო სისტემა, კოსმოლოგია, რწმენა იმისა, რომ ცა და დედამიწა იყო დაკავშირებული, რომ ვარსკვლავები იყო კარიბჭე სხვა სამყაროსკენ. ბერძნები, რომლებიც მოვიდნენ 1000 წლის შემდეგ, ქმნიდნენ თანავარსკვლავედებს, ისტორიებს გმირებისა და ღმერთების შესახებ, რომლებიც გადაიქცნენ ვარსკვლავებად. ორიონი იყო მონადირე, რომელიც დევნიდა პლეიადებს. დიდი დათვი იყო ქალისტო, რომელიც გადაიქცა დათვად ზევსის ცოლის შურისძიების გამო. ანდრომედა იყო პრინცესა, რომელიც გადაარჩინა პერსევსმა ზღვის მონსტრისგან. ეს ისტორიები იყო არა მხოლოდ გასართობი, ისინი იყო მეხსიერების სისტემა, გზა რომ დამახსოვრებულიყო ვარსკვლავების პოზიციები, რომ გადაცემულიყო ცოდნა თაობიდან თაობაში. მაგრამ პირველი, ვინც სცადა ამ კითხვაზე სამეცნიერო პასუხის გაცემა, იყო არისტოტელე, ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც ცხოვრობდა 2350 წლის წინ. არისტოტელე იყო გენიოსი, ადამიანი, რომელმაც დაწერა ტრაქტატები ფიზიკის, ბიოლოგიის, ლოგიკის, ეთიკის, პოლიტიკის, პოეზიის შესახებ. მაგრამ მისი კოსმოლოგია, მიუხედავად გენიალურობისა, იყო ფუნდამენტურად მცდარი. არისტოტელე თვლიდა, რომ სამყარო იყო დაყოფილი ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ სფეროდ. დედამიწა იყო ცვალებადი, წარმავალი, სრული უწესრიგობისა, აქ ყველაფერი იბადებოდა, იზრდებოდა, კვდებოდა, იშლებოდა. მაგრამ ცა იყო სრულყოფილი, უცვლელი, მარადიული, აქ არაფერი არ იცვლებოდა, არაფერი არ იბადებოდა, არაფერი არ კვდებოდა. ვარსკვლავები, მისი აზრით, იყო ჩამაგრებული კრისტალურ სფეროებზე, გამჭვირვალე, უხილავ სფეროებზე, რომლებიც ბრუნავდნენ დედამიწის გარშემო სრულყოფილი წრიული მოძრაობით. ეს იდეა დომინირებდა 1500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, როცა ეკლესია და უნივერსიტეტები ასწავლიდნენ არისტოტელეს კოსმოლოგიას როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ადამიანები თვლიდნენ, რომ ცა იყო ფუნდამენტურად განსხვავებული დედამიწისგან. ვარსკვლავები იყო არა ობიექტები, არამედ სიმბოლოები სრულყოფილებისა, მარადიულობისა, ღვთაებრივი წესრიგისა. მაგრამ მე-16 საუკუნეში რაღაც შეიცვალა, რაღაც ფუნდამენტური, რაღაც რევოლუციური. ნიკოლოზ კოპერნიკი, პოლონელი ასტრონომი და მათემატიკოსი, რომელიც ცხოვრობდა პატარა ქალაქ ფრომბორგში, ათვლიდა ვარსკვლავებს, ზომავდა მათ პოზიციებს, ცდილობდა გაეგო მათი მოძრაობა. და რაც უფრო მეტს ათვლიდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ რაღაც არ ემთხვეოდა. პლანეტები მოძრაობდნენ უცნაურად, ზოგჯერ წინ, ზოგჯერ უკან, ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ სწრაფად. არისტოტელეს სისტემა მოითხოვდა უფრო და უფრო რთულ ახსნებს, უფრო და უფრო მეტ სფეროს, უფრო და უფრო მეტ გამონაკლისს. კოპერნიკმა გააკეთა რაღაც რადიკალური, მან შეცვალა პერსპექტივა. მან თქვა, რა მოხდება, თუ დედამიწა არ არის ცენტრი? რა მოხდება, თუ ჩვენ ბრუნავთ მზის გარშემო, არა პირიქით? და როცა მან გამოთვალა ეს ახალი სისტემა, ყველაფერი გახდა მარტივი, ელეგანტური, ლოგიკური. პლანეტების უცნაური მოძრაობა აღარ იყო უცნაური, ის იყო ბუნებრივი შედეგი იმისა, რომ ჩვენც მოძრაობდით. ეს იყო რევოლუცია, არა მხოლოდ ასტრონომიაში, არამედ თავად აზროვნებაში. თუ დედამიწა მოძრაობდა, თუ ჩვენ არ ვიყავით ცენტრი, მაშინ რა იყო ვარსკვლავები? შესაძლოა ისინი იყვნენ სხვა მზეები, შორეული, უზარმაზარი, რომლებიც ანათებდნენ საკუთარი შუქით? შესაძლოა ისინი იყვნენ არა სიმბოლოები, არამედ ობიექტები, ფიზიკური ობიექტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ იგივე კანონებს, რომლებსაც ექვემდებარებოდა დედამიწა. ამ კითხვაზე პასუხი მოვიდა მე-17 საუკუნეში, გალილეო გალილეის მიერ. გალილეო იყო არა მხოლოდ მეცნიერი, ის იყო ხელოსანი, ინჟინერი, ადამიანი, რომელიც აკეთებდა ექსპერიმენტებს საკუთარი ხელებით.
როცა მან გაიგო, რომ ჰოლანდიელმა ოპტიკოსებმა გამოიგონეს ინსტრუმენტი, რომელიც აახლოებდა შორეულ ობიექტებს, მან თავად ააშენა უკეთესი ვერსია, ტელესკოპი, რომელიც აახლოებდა 30 ჯერ. და ერთ ღამეს, 1609 წელს, გალილეო მიმართა ამ ტელესკოპს ცისკენ. ის, რაც მან დაინახა, შეცვალა ყველაფერი, შეცვალა არა მხოლოდ ასტრონომია, არამედ თავად ადამიანის ადგილი სამყაროში. მთვარე, რომელიც ჩანდა გლუვი და სრულყოფილი იყო, დაფარული კრატერებით, მთებით, ველებით, ის იყო სამყარო, არა სიმბოლო. იუპიტერს ჰყავდა თავისი მთვარეები, 4 პატარა წერტილი, რომლებიც ბრუნავდნენ მის გარშემო, ზუსტად ისე, როგორც კოპერნიკი ამბობდა, რომ პლანეტები ბრუნავდნენ მზის გარშემო. ვენერას ჰქონდა ფაზები, ის იცვლებოდა როგორც მთვარე, რაც ნიშნავდა, რომ ის ბრუნავდა მზის გარშემო, არა დედამიწის. მაგრამ ვარსკვლავები რჩებოდნენ წერტილებად. მიუხედავად იმისა, რომ გალილეოს ტელესკოპი აახლოებდა 30 ჯერ, ვარსკვლავები არ იზრდებოდნენ, არ იღებდნენ ფორმას, არ ხდებოდნენ დისკებად, როგორც პლანეტები. ისინი რჩებოდნენ წერტილებად, პატარა მკვეთრი შუქის წერტილებად. და ეს ნიშნავდა რაღაც საოცარს, ისინი იყვნენ უზარმაზარ მანძილზე, ისეთ მანძილზე, რომ მათი ნამდვილი ზომა უნდა ყოფილიყო შეუდარებლად დიდი, მაგრამ მანძილი აქცევდა მათ წერტილებად. გალილეო ასევე დაინახა რაღაც, რაც არავინ იცოდა, რძის გზა, ეს ბუნდოვანი ზოლი, რომელიც კვეთდა ცას, სინამდვილეში იყო მილიონობით ვარსკვლავი. ისინი იყვნენ ისეთი მჭიდროდ განლაგებული, ისეთი მრავალრიცხოვანი, რომ შიშველი თვალი ვერ ასხვავებდა მათ ინდივიდუალურად, ის ხედავდა მხოლოდ კოლექტიურ ნათებას, ბუნდოვან შუქს, რომელიც ჰგავდა დაურილ რძეს ბნელ ქსოვილზე. ეს იყო დასაწყისი გაგებისა იმისა, რომ ვარსკვლავები იყვნენ არა სიმბოლოები, არამედ ობიექტები, არა ღვთაებრივი ნიშნები, არამედ ფიზიკური რეალობა. მაგრამ კითხვა, რატომ ვარსკვლავები უხილავი იყვნენ დღისით, რჩებოდა საიდუმლოდ კიდევ 2 საუკუნის განმავლობაში. პასუხი მოითხოვდა გაგებას იმისა, თუ რა იყო შუქი, არა ფილოსოფიურად, არამედ ფიზიკურად. და ეს გაგება მოვიდა ნელ-ნელა, ნაბიჯ აღმოჩენის შემდეგ, მე-19 საუკუნის განმავლობაში. ჯეიმს კლერკ მაქსველი, შოტლანდიელი ფიზიკოსი, რომელიც ცხოვრობდა მე-19 საუკუნის შუაში, იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა ერთიანობას იქ, სადაც სხვები ხედავდნენ განცალკევებას. ელექტრობა, მაგნეტიზმი, შუქი, ეს ფენომენები ჩანდა სრულიად განსხვავებულად, არაკავშირებულად. მაგრამ მაქსველმა აჩვენა, რომ ისინი იყო ერთი და იგივე, გამოვლინებები ერთი ფუნდამენტური ძალისა, რომელსაც მან უწოდა ელექტრომაგნიტური ველი. მაქსველის განტოლებები, 4 მათემატიკური გამოსახულება, რომლებიც ჯდებოდა ერთ გვერდზე, აღწერდნენ, როგორ ელექტრული ველი ქმნიდა მაგნიტურ ველს, როგორ მაგნიტური ველი ქმნიდა ელექტრულ ველს, და როგორ ეს ორი ველი ურთიერთქმედებაში ქმნიდნენ ტალღას, რომელიც ვრცელდებოდა სივრცეში 300,000 კილომეტრ/წამში. ეს ტალღა იყო შუქი. თქვენ ამას ხედავთ ყოველდღე, მაგრამ არ ფიქრობთ ამაზე. როცა ანთებთ ნათურას, როცა უყურებთ ტელეფონის ეკრანს, როცა გრძნობთ მზის სითბოს კანზე, ყოველ ამ მომენტში თქვენ ურთიერთობთ ელექტრომაგნიტურ ტალღებთან. ისინი არიან ყველგან მუდმივად, უხილავად რადიოტალღები, მიკროტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული შუქი, ულტრაისფერი გამოსხივება, რენტგენის სხივები, გამა-სხივები. ყველა მათგანი არის იგივე ფენომენი, ელექტრომაგნიტური ტალღა, მხოლოდ განსხვავებული ტალღის სიგრძით. მაქსველის თეორია იყო გენიალური, მაგრამ ის არ ხსნიდა, რატომცა იყო ლურჯი. ეს გააკეთა ლორდ რელეიმ, ჯონ უილიამ სტრატმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა, რომელიც ცხოვრობდა მე-19 საუკუნის ბოლოს. რელეი იყო არა მხოლოდ ფიზიკოსი, ის იყო მათემატიკოსი, ინჟინერი, ექსპერიმენტატორი, ადამიანი, რომელიც ეძებდა ელეგანტურ ახსნებს რთულ ფენომენებს. რელეიმ დაიწყო მარტივი კითხვით, რატომცა ლურჯია? და მან გააცნობიერა, რომ პასუხი იმალება იმაში, თუ როგორ ურთიერთქმედებს შუქი ატმოსფეროს მოლეკულებთან. როცა შუქის ტალღა ეჯახება მოლეკულას, პატარა ნაწილაკს, რომელიც ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ტალღის სიგრძე, ის იფანტება. მაგრამ ეს გაფანტვა არ არის ერთნაირი ყველა ტალღისთვის. რელეიმ გამოთვალა, რომ გაფანტვის ინტენსივობა იყო შებრუნებით პროპორციული ტალღის სიგრძის მე-4 ხარისხისა. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი ტალღა 2 ჯერ უფრო მოკლეა, ვიდრე მეორე, ის იფანტება 16 ჯერ უფრო ძლიერად. ლურჯი შუქის ტალღის სიგრძე არის დაახლოებით 450 მილიარდის 1 მეტრი. წითელი შუქის ტალღის სიგრძე არის დაახლოებით 720 მილიარდის 1 მეტრი. ეს ნიშნავს, რომ ლურჯი შუქი იფანტება დაახლოებით 9 ჯერ უფრო ძლიერად, ვიდრე წითელი. ეს იყო მათემატიკური პოეზია, განტოლება, რომელიც ხსნიდა, რატომცა ლურჯია, რატომ მზე ყვითელია, რატომ ჩასვლისას ხდება წითელი და ნარინჯისფერი. როცა მზე არის ზენიტში, მისი შუქი გადის ატმოსფეროს მოკლე გზით. ლურჯი შუქი იფანტება ყველა მიმართულებით და ამიტომცა ლურჯია.
მაგრამ როცა მზე ჩადის, მისი შუქი გადის ატმოსფეროს გრძელ გზით, ის გადის ბევრად უფრო მეტ ჰაერს. ლურჯი შუქი იფანტება ისე ძლიერად, რომ თითქმის მთლიანად იკარგება. რჩება მხოლოდ წითელი და ყვითელი შუქი, რომელიც გადის თითქმის უშფოთველად. და ამიტომ ჩასვლისას ცა ხდება წითელი. თქვენ ამას ხედავთ ყოველ დღე, მაგრამ ახლა თქვენ იცით რატომ. ყოველ დილას, როცა ცას უყურებთ და ხედავთ ლურჯ ფერს, თქვენ ხედავთ რელეის კანონს მოქმედებაში, ხედავთ, როგორ მოკლე ტალღები იფანტება ყველა მიმართულებით, როგორ ისინი ქმნიან ფონს, რომელიც ანულირებს ვარსკვლავების შუქს. ყოველ საღამოს, როცა ხედავთ წითელ ჩასვლას, თქვენ ხედავთ, როგორ გრძელი ტალღები გადის ატმოსფეროს გრძელ გზას, როგორ ისინი რჩებიან, როცა ლურჯი შუქი უკვე დაიკარგა. მაგრამ რელეის აღმოჩენა ხსნიდა მხოლოდ ნახევარს თავსატეხისა. ის ხსნიდა, რატომ ცა ლურჯია, მაგრამ არ ხსნიდა, რატომ ვარსკვლავები ქრებიან. ამისთვის საჭირო იყო გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს ადამიანის თვალი, როგორ აღიქვამს ის შუქს, როგორ ასხოვებს ობიექტებს ფონისგან, რა არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხილვას. თქვენი თვალი არის კამერა, არა ციფრული, არამედ ბიოლოგიური, რომელიც ევოლუციამ შექმნა 500 მილიონი წლის განმავლობაში. ეს კამერა აღჭურვილია ორი ტიპის რეცეპტორით, ჩხირები და კონუსები. ჩხირები არიან მგრძნობიარე სუსტი შუქის მიმართ, ისინი მუშაობენ ღამით, როცა შუქი მწირია, როცა თქვენ უნდა დაინახოთ ჩრდილები, ფორმები, მოძრაობა. კონუსები არიან მგრძნობიარე ფერების მიმართ, ისინი მუშაობენ დღისით, როცა შუქი უხვია, როცა თქვენ უნდა დაინახოთ დეტალები, ფერები, ტექსტურები. მაგრამ არც ჩხირები და არც კონუსები არ არიან აბსოლუტური ინსტრუმენტები. ისინი არ ხედავენ ყველაფერს, რაც არსებობს, ისინი ხედავენ მხოლოდ კონტრასტებს, განსხვავებებს სიკაშკაშეში. როცა თქვენ უყურებთ ცას დღისით, თქვენი თვალი ხედავს ლურჯ ფონს, ატმოსფეროს მიერ გაფანტულ მზის შუქს, რომელიც ანათებს დაახლოებით 10,000 ლუქსით. ვარსკვლავი, რომელიც ანათებს 1000 სინათლის წლის მანძილზე, აგზავნის შუქს, რომლის ინტენსივობა თქვენს თვალში არის დაახლოებით 0,0001 ლუქსი. ეს არის კონტრასტი 100 მილიონის ერთზე, კონტრასტი, რომელიც ისეთი დიდია, რომ თქვენი თვალი უბრალოდ ვერ ხედავს მას. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი, კონტექსტი, პირობები, რომლებშიც ჩვენ ვცდილობთ მათ დანახვას. მაგრამ რომ ნამდვილად გავიგოთ, რატომ ქრება ვარსკვლავები შუქი დღის სინათლეში, უნდა ჩაუღრმავდეთ თავად შუქის ბუნებას, არა როგორც აბსტრაქტულ კონცეფციას, არამედ როგორც ფიზიკურ რეალობას, რომელიც მოქმედებს ყოველ მომენტში, ყოველ ადგილას. წარმოიდგინეთ, რომ შუქი არის უხილავი მდინარე, რომელიც მიედინება კოსმოსიდან დედამიწისკენ. არა წყლის მდინარე, არამედ ენერგიის მდინარე, რომელიც შედგება ტრილიონობით პატარა პაკეტისგან, რომლებსაც ფიზიკოსები უწოდებენ ფოტონებს. ყოველი ფოტონი არის შუქის ელემენტარული ნაწილაკი, უმცირესი შესაძლო რაოდენობა ენერგიისა, რომელიც შეიძლება გადაეცეს ერთ მომენტში. როდესაც ვარსკვლავი ანათებს 1000 სინათლის წლის მანძილზე, ის აგზავნის ფოტონების ნაკადს, მდინარეს, რომელიც მოგზაურობს სივრცეში 1000 წლის განმავლობაში, სანამ მიაღწევს დედამიწას. ზოგიერთი ამ ფოტონისთვის მოგზაურობა დასრულდება თქვენს თვალში, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თქვენ უყურებთ ცას და ხედავთ შუქის წერტილს. ეს არის პირდაპირი კავშირი, ფიზიკური კავშირი, თქვენსა და შორეულ ვარსკვლავს შორის კავშირი, რომელიც გადალახა დრო და სივრცე. ასეთივე პირდაპირი კავშირი გაქვთ ყოველ ობიექტთან, რომელსაც ხედავთ, ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს თქვენს თვალს, არის მესენჯერი, რომელიც მოგზაურობდა სადღაც სხვაგან და მოიტანა ინფორმაცია იმის შესახებ, რა არსებობს იქ. ყოველ დილას, როცა ხურავთ თვალებს და ხედავთ ოთახს, ხედავთ მილიარდობით ფოტონს, რომლებიც მოგზაურობდნენ ნათურიდან, ასახლდნენ კედლებზე, ავეჯზე, ადამიანებზე და მოაღწიეს თქვენამდე. მაგრამ ფოტონები არ მოგზაურობენ სიცარიელეში. როდესაც ისინი შედიან დედამიწის ატმოსფეროში, ისინი შედიან ლაბირინთში, სამყაროში, რომელიც სავსეა მოლეკულებით, ატომებით, ნაწილაკებით. და აქ იწყება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ შუქის ცეკვას, რთული, ქაოსური, მაგრამ ამავე დროს სრულიად კანონზომიერი პროცესი, რომელიც განსაზღვრავს, რას ვხედავთ და რას არა. წარმოიდგინეთ ბილიარდის მაგიდა, არა ჩვეულებრივი, არამედ უზარმაზარი, სადაც მილიარდობით პატარა ბურთი მოძრაობს ყველა მიმართულებით. ყოველი ბურთი არის მოლეკულა, აზოტის, შანგბადის, არგონის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ მაგიდაზე გავუშვით. სხვა ბურთი, ფოტონი, რომელიც მოძრაობს სწორ ხაზზე უზარმაზარი სისწრაფით. ზოგჯერ ეს ფოტონი გადის მაგიდაზე უშფოთველად, არ ეჯახება არაფერს. მაგრამ ზოგჯერ ის ეჯახება მოლეკულას და მაშინ ხდება რაღაც საინტერესო. ფოტონი არ უბრალოდ იმსხვრევა და ქრება. ის შეიწოვება მოლეკულის მიერ, მოლეკულა იღებს მის ენერგიას, აღგზნდება, ხდება არასტაბილური.
მაგრამ ეს მდგომარეობა არ გრძელდება, მოლეკულა სწრაფად უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას და ასხივებს ახალ ფოტონს, რომელიც მოძრაობს სრულიად სხვა მიმართულებით. ეს არის გაფანტვა პროცესი, რომელიც ცვლის შუქის მიმართულებას, მაგრამ არა მის ბუნებას. ყოველ დილას, როდესაც ხურავთ კარს და გამოდიხართ ქუჩაში, ეს პროცესი ხდება ტრილიონჯერ თქვენს თავზე, ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ჰაერისა ფანტავს შუქს, ცვლის მის მიმართულებას, აგზავნის მას ყველა მხარეს. იგივე ხდება, როცა ასხამთ რძეს ჩიქაში, რძის მოლეკულები ფანტავენ შუქს და ამიტომ რძე თეთრია, გაუმჭვირვალე. და აქ მოდის რელეის გენიალური აღმოჩენა, არა ყველა ფოტონი იფანტება თანაბრად. მოკლე ტალღების ფოტონები, ლურჯი და იისფერი შუქი, ურთიერთქმედებენ მოლეკულებთან ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე გრძელი ტალღების ფოტონები, წითელი და ყვითელი შუქი. ეს არის როგორც ორი ადამიანი, რომლებიც დადიან ხალხმრავალ ბაზარზე, ერთი მათგანი პატარა, მოქნილი, რომელიც ცდილობს გაიაროს ყველა ხვრელში და მუდმივად ეჯახება ადამიანებს, იცვლის მიმართულებას. მეორე კი მაღალი, ძლიერი, რომელიც ადვილად გადის ხალხში, თითქმის არ ეჯახება არავის. ასევე მოქმედებს შუქიც ატმოსფეროში, ლურჯი ფოტონები მუდმივად ეჯახებიან მოლეკულებს, იფანტებიან, ცვლიან მიმართულებას, ხოლო წითელი ფოტონები გადიან თითქმის პირდაპირ. და ეს განსხვავება, ეს უბრალო, ელეგანტური განსხვავება, ქმნის ლურჯ ცას. როდესაც მზის თეთრი შუქი, რომელიც შეიცავს ყველაფერს, შედის ატმოსფეროში, მისი ლურჯი კომპონენტი იფანტება ყველა მიმართულებით, ავსებს ცას, ქმნის ლურჯ ფონს. წითელი და ყვითელი კომპონენტები კი გადიან უფრო პირდაპირ, ამიტომ მზე თავად გვეჩვენება ყვითელი, არა თეთრი. ყოველ დღე, როცა უყურებთ ცას და ხედავთ ლურჯ ფერს, ხედავთ ამ პროცესს, ხედავთ, როგორ ფანტავს ატმოსფერო მოკლე ტალღებს უფრო ძლიერად, ვიდრე გრძელ ტალღებს. მაგრამ რელეის გაფანტვა არის მხოლოდ ნახევარი ამბისა. მეორე ნახევარი დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენი შუქი იფანტება, რა ინტენსივობით ავსებს ლურჯი შუქი ცას. და აქ მოდის მათემატიკა, ელეგანტური, სუსტი, შეუბრალებელი. რელეიმ გამოთვალა, რომ გაფანტული შუქის ინტენსივობა პროპორციულია ერთი გაყოფილი ტალღის სიგრძის მეოთხე ხარისხზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი ფოტონის ტალღის სიგრძე ორჯერ მოკლეა მეორეზე, ის იფანტება არა ორჯერ, არამედ 16ჯერ უფრო ძლიერად, ორის მეოთხე ხარისხი არის 16. ლურჯი შუქის ტალღის სიგრძე დაახლოებით 450 ნანომეტრია, ხოლო წითელი შუქისა 720 ნანომეტრი. თანაფარდობა არის დაახლოებით 1/6. 1/6-ის მეოთხე ხარისხი არის დაახლოებით 9. ეს ნიშნავს, რომ ლურჯი შუქი იფანტება დაახლოებით 9ჯერ უფრო ძლიერად, ვიდრე წითელი. ყოველ დილას, როდესაც ასხამთ ყავას და უყურებთ, როგორ ნელდება ორთქლი, ხედავთ მსგავს პროცესს, ორთქლის წვეთები ფანტავენ შუქს, ქმნიან ბუნდოვან ღრუბელს, რომელიც ანათებს ყველა მიმართულებით. ან როცა ხედავთ ნისლს დილით, ის არის წყლის წვეთები, რომლებიც ფანტავენ შუქს და ქმნიან თეთრ ფარდას. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც ვარსკვლავი შუქი ცდილობს მიაღწიოს თქვენს თვალს დღისით. ვარსკვლავი აგზავნის ფოტონებს, მილიარდობით ფოტონს ყოველ წამს, მაგრამ ის არის ისეთ შორს, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი მათგანი აღწევს დედამიწას. ეს ფოტონები შედიან ატმოსფეროში და იწყებენ მოგზაურობას ჰაერის ოკეანეში. ზოგიერთი მათგანი გადის უშფოთველად, არ ეჯახება არაფერს, აღწევს თქვენს თვალს პირდაპირ. მაგრამ უმეტესობა იფანტება, ეჯახება მოლეკულებს, იცვლის მიმართულებას, იკარგება. და ამავე დროს მზე, რომელიც ბევრად უფრო ახლოსაა და ბევრად უფრო ძლიერად ანათებს, აგზავნის უზარმაზარ რაოდენობას ფოტონებს. ეს ფოტონები ასევე იფანტებიან ატმოსფეროში, მაგრამ მათი რაოდენობა ისეთი დიდია, რომ გაფანტული შუქი, ლურჯი ცა ქმნის ფონს, რომელიც მილიონჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ვარსკვლავის პირდაპირი შუქი. ეს არის როგორც ცდა, რომ მოისმინოთ ჩურჩული სტადიონზე, სადაც ათასობით ადამიანი ყვირის, ჩურჩული იქ არის, ხმის ტალღები აღწევენ თქვენს ყურს, მაგრამ ისინი იკარგებიან ხმაურის ოკეანეში. ასევე იკარგება ვარსკვლავების შუქი დღის ლურჯ ცაში. ყოველ დღე, როცა ცდილობთ ვინმეს მოსმენას ხმაურიან ადგილას, გამოიყენებთ ამ პრინციპს, თქვენი ყური ცდილობს გამოყოს სიგნალი ხმაურისგან, მაგრამ როცა ხმაური ძალიან ძლიერია, სიგნალი იკარგება. მაგრამ ღამით ყველაფერი იცვლება, არა იმიტომ, რომ ვარსკვლავები იწყებენ უფრო ძლიერად ანათებას, არამედ იმიტომ, რომ მზე ქვემოთ ეშვება ჰორიზონტის მიღმა და მისი შუქი აღარ აღწევს თქვენს ადგილმდებარეობას. ატმოსფერო, რომელიც რამდენიმე საათის წინ ანათებდა ლურჯი გაფანტული შუქით, ნელ-ნელა ბნელდება. პროცესი არ არის მყისიერი, ის იწყება ჩასვლისას, როდესაც მზე უახლოვდება ჰორიზონტს. მაშინ მზის შუქი უნდა გაიაროს უფრო გრძელი გზა ატმოსფეროში, არა პირდაპირ ზემოდან, არამედ დახრილად, გვერდიდან. ეს გრძელი გზა ნიშნავს, რომ შუქი ეჯახება უფრო მეტ მოლეკულას, იფანტება უფრო ხშირად.
და აქ ხდება რაღაც საოცარი, ლურჯი შუქი, რომელიც იფანტება ყველაზე ძლიერად, თითქმის მთლიანად იფანტება და იკარგება, სანამ მიაღწევს თქვენს თვალს. რჩება მხოლოდ წითელი და ნარინჯისფერი შუქი, ის, რომელიც ნაკლებად იფანტება, რომელიც გადის უფრო პირდაპირ. ამიტომ მზე ჩასვლისას ხდება წითელი, ნარინჯისფერი, ალისფერი ფერები, რომლებიც შეიძლება გაიაროს გრძელი გზა ატმოსფეროში და მაინც მიაღწიოს თქვენს თვალს. ყოველ საღამოს, როდესაც დგახართ ფანჯარასთან და უყურებთ ჩასვლას, ხედავთ ამ პროცესს, ხედავთ, როგორ ფილტრავს ატმოსფერო შუქს, როგორ ტოვებს მხოლოდ იმ ფერებს, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ მანძილი. იგივე ხდება, როცა უყურებთ მთას მანძილიდან, ის ჩანს ლურჯად, რადგან ჰაერი თქვენსა და მთას შორის ფანტავს ლურჯ შუქს. და შემდეგ მზე ქრება ჰორიზონტის მიღმა. მისი პირდაპირი შუქი აღარ აღწევს თქვენს ადგილმდებარეობას. მაგრამ ცა არ ბნელდება მყისიერად, რჩება ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ ბინძს. ეს არის პერიოდი, როდესაც მზე არის ჰორიზონტის ქვემოთ, მაგრამ მისი შუქი ჯერ კიდევ აღწევს ზედა ფენებს ატმოსფეროსა, ფენებს, რომლებიც არიან თქვენს თავზე, მაღლა, სადაც ჰაერი თხელია და გაფანტვა სუსტი. ეს შუქი იფანტება ქვემოთ, აღწევს თქვენს თვალს, ქმნის ბინძს, პერიოდს, როდესაც ცა არც ნათელია და არც ბნელი, არამედ რაღაც შუალედური. ასტრონომები ასხვავებენ სამ ტიპს ბინდისა: სამოქალაქო ბინდი, როდესაც მზე არის 6 გრადუსზე ნაკლები ჰორიზონტის ქვემოთ და ჯერ კიდევ შეიძლება კითხვა ბუნებრივ შუქზე. საზღვაო ბინდი, როდესაც მზე არის 12 გრადუსზე ნაკლები ქვემოთ და ჰორიზონტი ჯერ კიდევ ხილულია. და ასტრონომიული ბინდი, როდესაც მზე არის 18 გრადუსზე ნაკლები ქვემოთ და ცა ჯერ კიდევ არ არის სრულიად ბნელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მზე ჩაიშვება 18 გრადუსზე მეტად ჰორიზონტის ქვემოთ, იწყება ნამდვილი ღამე, პერიოდი, როდესაც მზის შუქი აღარ აღწევს ატმოსფეროს არც ერთ ფენას თქვენს თავზე და ცა ხდება ნამდვილად ბნელი. ყოველ საღამოს, როცა უყურებთ, როგორ ბნელდება ცა, ხედავთ ამ პროცესს, ხედავთ, როგორ ნელ-ნელა ქრება მზის შუქი, როგორ ნელ-ნელა ბნელდება ფონი. ვარსკვლავები არ იცვლებიან ამ პროცესის განმავლობაში, ისინი ანათებენ იმავე სიკაშკაშით, აგზავნიან იმავე რაოდენობის ფოტონებს. მაგრამ ფონი იცვლება ნელ-ნელა, თანდათანობით, მაგრამ უცდომლად. და როდესაც ფონი ხდება საკმარისად ბნელი, ვარსკვლავები იწყებენ გამოჩენას, პირველად ყველაზე ნათელები, შემდეგ უფრო სუსტები, შემდეგ კიდევ უფრო სუსტები. ეს არის როგორც თეატრში, როდესაც ნელ-ნელა ქრება შუქი დარბაზში, პირველად თქვენ ხედავთ მხოლოდ სცენას, მაგრამ როგორც ბნელდება, იწყებთ სხვა დეტალების დანახვას, კედლებს, სკამებს, ადამიანებს გვერდით. ასევე ხდება ცასთან, როგორც ბნელდება ფონი, იწყებთ უფრო და უფრო მეტი ვარსკვლავის დანახვას, ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველთვის იქ იყვნენ, მაგრამ თქვენი თვალი არ იყო საკმარისად მგრძნობიარე, რომ დაენახა ისინი ნათელ ფონზე. ყოველ ღამე, როცა უყურებთ ცას და ხედავთ, როგორ ჩნდება ვარსკვლავები ერთი-ერთის მიყოლებით, ხედავთ ამ პროცესს, ხედავთ, როგორ იცვლება კონტრასტი, როგორ ხდება ხილული ის, რაც ჩვეულებრივ უხილავია. და აქ ვაღწევთ რაღაც ღრმას, პრინციპს, რომელიც სცილდება ვარსკვლავებს და ცას, პრინციპს, რომელიც ეხება თავად რეალობის ბუნებას. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხილვადობას, არის არა აბსოლუტური თვისება, არამედ ურთიერთობა ობიექტს, ფონს და დამკვირვებელს შორის. ვარსკვლავი არ არის უხილავი დღისით და ხილული ღამით, როგორც თავისთავადი თვისება. ის არის უხილავი ან ხილული მხოლოდ კონტექსტში, რომელიც მოიცავს ფონს, ატმოსფეროს, თქვენი თვალის მდგომარეობას, თქვენს ადგილმდებარეობას. შეცვალეთ ნებისმიერი ამ ელემენტი და შეიცვლება ხილვადობა. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც ღამით ანთებულია ათასობით ნათურა, ქუჩის განათება, რეკლამები, ფანჯრები. ეს ხელოვნური შუქი ქმნის ფონს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ბუნებრივი ღამის ბნელი. და ამ ფონზე თქვენ ხედავთ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ნათელ ვარსკვლავს, დანარჩენი იკარგება ხელოვნურ ნათებაში. მაგრამ გადადით სოფელში, სადაც არ არის ქუჩის განათება, სადაც ღამე ნამდვილად ბნელია და უცებ ხედავთ ათასობით ვარსკვლავს, რძის გზას, თანავარსკვლავედებს, რომლებსაც არასოდეს გინახავთ ქალაქში. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მთის მწვერვალზე 3000 მეტრზე. ზღვის დონიდან, სადაც ჰაერი თხელია და გაფანტვა სუსტი. აქ, ამ სიმაღლეზე, ცა უფრო მუქია, უფრო ისფერია, ვიდრე ქვემოთ ველზე. და ვარსკვლავები, თუნდაც დღისით ხდებიან თითქმის ხილულები, თუ იცით სად უნდა უყუროთ და თუ თქვენი თვალი ადაპტირებულია. ასტრონომები, რომლებიც აშენებენ ობსერვატორიებს მაღალ მთებზე, იყენებენ ამ ეფექტს, ისინი ეძებენ ადგილებს, სადაც ატმოსფერო თხელია, სადაც გაფანტვა მინიმალურია, სადაც საბნელია და ვარსკვლავები ნათელი. ყოველ ღამე, როდესაც ასტრონომი ადის მთაზე და უყურებს ტელესკოპს, ის ასრულებს იმავე პრინციპს, ცდილობს შეამციროს ფონი, გააძლიეროს კონტრასტი, გახადოს ხილული ის, რაც ჩვეულებრივ უხილავია.
ყოველ დილას, როცა ეძებთ რაღაცას ბნელ ოთახში და ანთებთ შუქს, იყენებთ იმავე პრინციპს, ცვლით ფონს, ქმნით კონტრასტს, ხდით ხილულს ის, რაც ბნელში უხილავი იყო. ან წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კოსმონავტი, ადამიანი, რომელიც ტოვებს დედამიწას და ადის ორბიტაზე. როდესაც თქვენი კაფსულა ასვლის ატმოსფეროს გავლით, თქვენ ხედავთ რაღაც საოცარს, ცა იცვლება. ლურჯი ფერი, რომელიც ყოველთვის იყო იქ, ნელ-ნელა ბნელდება, ხდება უფრო მუქი, უფრო იისფერი, შემდეგ იისფერშავი, შემდეგ სრულიად შავი. და მაშინ, მხოლოდ მაშინ, თქვენ ხედავთ ვარსკვლავებს დღისით. ისინი ჩნდებიან როგორც ბრილიანტები შავ ხავერდზე, ანათებენ სტაბილურად, არ კანკალებენ, რადგან აღარ არის ატმოსფერო, რომელიც აკანკალებს მათ შუქს. მზე ანათებს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე, თეთრი, ბრწყინვალე, შემაშფოთებელი, მაგრამ ის არ ქმნის ლურჯ ცას, რადგან არ არის ატმოსფერო, რომელიც გაფანტავს მის შუქს. ცა არის შავი, სრულიად შავი და ვარსკვლავები ხილულია ყოველთვის, დღითაც და ღამითაც. ეს არის ის, რასაც კოსმონავტები აღწერენ, როგორც ყველაზე შთამბეჭდავ გამოცდილებას, ხილვა ვარსკვლავებისა შუადღისას, გაგება იმისა, რომ ისინი ყოველთვის იქ იყვნენ, მაგრამ ჩვენ, დედამიწაზე მყოფნი, ვცხოვრობთ ფარდის მიღმა, ფარდის, რომელსაც ვუწოდებთ ატმოსფეროს. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და ხედავთ ლურჯ ცას, ხედავთ ამ ფარდას, რომელიც გვიცავს, გვაძლევს ჰაერს, მაგრამ ამავე დროს მალავს ვარსკვლავებს. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი, კონტექსტი, პირობები. ეს მანტრა, რომელიც გავიმეორეთ, არის არა მხოლოდ ფაქტი ასტრონომიის შესახებ, არამედ ფუნდამენტური პრინციპი აღქმის შესახებ. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის ფარდობითი იმის მიმართ, სად ვდგავართ, რას უყურებთ, რა არის ჩვენს გარშემო. შეცვალეთ თქვენი პოზიცია და შეიცვლება ის, რასაც ხედავთ. ასვლით მთაზე და ცა გახდება უფრო მუქი, ვარსკვლავები უფრო ნათელი. ასვლით კოსმოსში და ცა გახდება შავი, ვარსკვლავები ხილული ყოველთვის. დაბრუნდით დედამიწაზე და ცა გახდება ლურჯი, ვარსკვლავები უხილავი დღისით. ყოველ დღე, როცა გადადიხართ ერთი ოთახიდან მეორეში, ერთი გარემოდან მეორეში, გამოიყენებთ ამ პრინციპს, თქვენი აღქმა იცვლება კონტექსტის მიხედვით, ის, რასაც ხედავთ, დამოკიდებულია იმაზე, სად ხართ და რა არის თქვენს გარშემო. მაგრამ ეს პრინციპი მოქმედებს არა მხოლოდ ვარსკვლავებზე. ის მოქმედებს ყველაფერზე, რასაც ვცდილობთ დავინახოთ, გავიგოთ, შევიცნოთ. წარმოიდგინეთ, რომ ვცდილობთ მოისმინოთ ჩურჩული ხმაური ან ქუჩაზე, ჩურჩული იქ არის, ხმის ტალღები აღწევენ თქვენს ყურს, მაგრამ ისინი იკარგებიან ფონურ ხმაურში. გადადით ჩუმა ოთახში და იგივე ჩურჩული გახდება მკაფიო, გასაგები. ან წარმოიდგინეთ, რომ ვცდილობთ იპოვოთ პატარა ობიექტი დიდ ოთახში, თუ ოთახი ბინდია, ძნელია პოვნა. ჩართეთ შუქი და ობიექტი გახდება ხილული. მაგრამ თუ შუქი ძალიან ძლიერია, თუ ის ანათებს პირდაპირ თქვენს თვალებში, შეიძლება ვერ იპოვოთ ობიექტი, არა იმიტომ, რომ ის გაქრა, არამედ იმიტომ, რომ შუქი ქმნის ბრმა ლაქებს, ქმნის ჩრდილებს, ცვლის კონტრასტს. ყოველ დილას, როცა ეძებთ გასაღებებს მაგიდაზე, რომელიც სავსეა ნივთებით, გამოიყენებთ ამ პრინციპს, თქვენი თვალი ეძებს კონტრასტს, ეძებს განსხვავებას ფორმებში, ფერებში, ჩრდილებში. ყოველ საღამოს, როცა ცდილობთ წაიკითხოთ რაღაც სუსტ შუქზე, გრძნობთ ამ პრინციპს, ასოები ხდება უფრო ძნელად წასაკითხი, რადგან კონტრასტი შავ ასოებსა და თეთრ ქაღალდს შორის მცირდება. ასევე მუშაობს მეცნიერებაც. როდესაც მეცნიერები ცდილობენ აღმოაჩინონ რაღაც ახალი ნაწილაკი, ახალი პლანეტა, ახალი ფენომენი, ისინი ცდილობენ გამოყვონ სიგნალი ხმაურისგან. სიგნალი არის ის, რასაც ეძებენ, პატარა ეფექტი, სუსტი შუქი, მცირე ცვლილება. ხმაური არის ყველაფერი სხვა, ფონი, ინტერფერენცია, შემთხვევითი ცვლილებები. და მთელი მეცნიერული მეთოდი არის არსებითად ხელოვნება იმისა, თუ როგორ გამოვხოთ სიგნალი ხმაურისგან, როგორ შევამციროთ ფონი, როგორ გავაძლიეროთ კონტრასტი, როგორ გავხადოთ ხილული ის, რაც ჩვეულებრივ უხილავია. ასტრონომები აშენებენ ტელესკოპებს მაღალ მთებზე და კოსმოსში, რომ შეამცირონ ატმოსფერული ხმაური. ფიზიკოსები აშენებენ დეტექტორებს ღრმა მაღაროებში, რომ შეამცირონ კოსმოსური გამოსხივების ხმაური. ბიოლოგები იყენებენ მიკროსკოპებს და ფლუორესცენტულ მარკერებს, რომ გახადონ ხილული უჯრედები და მოლეკულები, რომლებიც ჩვეულებრივ უხილავია. ყოველ დღე, როცა ცდილობთ გაიგოთ რაღაც რთული, გამოყოთ მთავარი მეორეხარისხოვანისგან, იყენებთ იმავე პრინციპს, ცდილობთ შეამციროთ ხმაური, გააძლიეროთ სიგნალი, გახადოთ ხილული ის, რაც მნიშვნელოვანია. და ეს გვასწავლის რაღაც ფუნდამენტურს არა მხოლოდ მეცნიერების შესახებ, არამედ თავად ცოდნის შესახებ. ცოდნა არის არა აბსოლუტური ხილვა რეალობისა, არამედ უნარი გამოვხოთ სიგნალი ხმაურისგან, უნარი დავინახოთ ის, რაც მნიშვნელოვანია, იმის ფონზე, რაც არ არის.
ყოველ დღე, როდესაც კითხულობთ წიგნს, ისწავლით რაღაც ახალს, ხვდებით რაღაც მნიშვნელოვანს, თქვენ ასრულებთ ამ პროცესს, გამოყოფთ მნიშვნელოვან ინფორმაციის ოკეანისგან, რომელიც გარშემორტყმულია. ვარსკვლავები, რომლებიც ქრებიან დღისით და ჩნდებიან ღამით, არიან მეტაფორა ამ პროცესისა, მეტაფორა იმისა, თუ როგორ დამოკიდებულია ხილვადობა კონტექსტზე, როგორ იცვლება ის, რასაც ვხედავთ, როდესაც იცვლება ფონი. ყოველ საღამოს, როცა უყურებთ ცას და ხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩნდებიან ერთი-ერთის მიყოლებით, ხედავთ ამ პრინციპს მოქმედებაში, ხედავთ, როგორ ხდება ხილული ის, რაც ჩვეულებრივ უხილავია, როდესაც იცვლება პირობები. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ღრმა დონე ამ გაგებისა, დონე, რომელიც აკავშირებს ვარსკვლავებს, შუქს და თავად სამყაროს სტრუქტურას. რელეის გაფანტვა, ეს ელეგანტური პროცესი, რომელიც ქმნის ლურჯ ცას, არის მხოლოდ ერთი მაგალითი უფრო ფართო ფენომენისა, ურთიერთქმედება შუქსა და მატერიას შორის. ყოველ მომენტში, ყოველ ადგილას სამყაროში, შუქი ურთიერთქმედებს მატერიასთან, ფოტონები ეჯახებიან ატომებს, შეიწოვებიან, ასხივებიან, იფანტებიან, ირღვევიან. და ეს ურთიერთქმედება არის ის, რაც ქმნის ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ფერებს, ფორმებს, ჩრდილებს, ტექსტურებს. წარმოიდგინეთ ყვავილი, წითელი ვარდი, რომელიც ანათებს მზის შუქში. რატომ არის ის წითელი? არა იმიტომ, რომ ის შეიცავს წითელ ფერს როგორც თვისებას, არამედ იმიტომ, რომ მისი ფურცლები შეიცავს მოლეკულებს, პიგმენტებს, რომლებიც შთანთქავენ ყველაფერს გარდა წითელისა. როდესაც მზის თეთრი შუქი ეცემა ვარდს, ლურჯი, მწვანე, ყვითელი ფოტონები შეიწოვებიან პიგმენტების მიერ, მათი ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. მაგრამ წითელი ფოტონები არ შეიწოვებიან, ისინი აირეკლებიან, უბრუნდებიან, აღწევენ თქვენს თვალს. და თქვენი ტვინი ინტერპრეტირებს ამ წითელ ფოტონებს როგორც წითელ ფერს. ყოველ დილას, როცა ირჩევთ ტანსაცმელს და უყურებთ მის ფერს, ხედავთ ამ პროცესს, ხედავთ, როგორ ურთიერთქმედებს შუქი ქსოვილთან, როგორ შთანთქავს ზოგიერთ ფოტონს და აირეკლება სხვებს, როგორ ქმნის ფერს, რომელსაც აღიქვამთ. ასევე მუშაობს ყველაფერი, რასაც ვხედავთ. ცა ლურჯია, რადგან ატმოსფერო ფანტავს ლურჯ შუქს. ვარდი წითელია, რადგან მისი ფურცლები აირეკლებენ წითელ შუქს. ოკეანე ლურჯია, რადგან წყალი შთანთქავს წითელ შუქს და აირეკლება ლურჯს. ოქრო ყვითელია, რადგან მისი ატომები აირეკლებენ ყვითელ შუქს. ყველაფერი, ყველა ჩრდილი, ყველა ნიუანსი, რომელსაც ვხედავთ, არის შედეგი ურთიერთქმედებისა შუქსა და მატერიას შორის, შედეგი იმისა, თუ რომელი ფოტონები შეიწოვებიან, რომელი აირეკლებიან, რომელი იფანტებიან. და ეს ურთიერთქმედება განისაზღვრება ფუნდამენტური ფიზიკით, კვანტური მექანიკით, ელექტრომაგნეტიზმით, ატომური სტრუქტურით. ყოველ დღე, როცა უყურებთ სამყაროს და ხედავთ ფერებს, ფორმებს, ტექსტურებს, ხედავთ ამ ურთიერთქმედებას, ხედავთ, როგორ ურთიერთობს შუქი მატერიასთან, როგორ ქმნის ის ყველაფერს, რასაც ვხედავთ. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი. მაგრამ ეს ფონი თავად არის შედეგი ფუნდამენტური ფიზიკური პროცესებისა, გაფანტვისა, შთანთქმისა, ასხივებისა. და ეს პროცესები აკავშირებენ ყველაფერს სამყაროში, ვარსკვლავებს, ატმოსფეროს, თქვენს თვალს, თქვენს ტვინს. ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს თქვენს თვალს, არის მესენჯერი, რომელიც მოგზაურობდა სადღაც სხვაგან, ურთიერთქმედებდა რაღაცასთან, შეიცვალა, გარდაიქმნა და საბოლოოდ მოაღწია თქვენამდე, მოიტანა ინფორმაცია იმის შესახებ, რა არსებობს იქ შორს. და ეს ინფორმაცია, ეს შუქი, რომელიც აღწევს თქვენს თვალს, არის ერთადერთი პირდაპირი კავშირი, რომელიც გაქვთ გარე სამყაროსთან. ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის შუქი, რომელიც მოგზაურობდა, შეიცვალა, გარდაიქმნა და საბოლოოდ მოგაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა არსებობს იქ გარეთ, თქვენგან დამოუკიდებლად. ყოველ მომენტში, როცა ხედავთ რაღაცას, თქვენ იღებთ ამ ინფორმაციას, იღებთ ფოტონებს, რომლებმაც გაიარეს გზა, ურთიერთქმედებდნენ მატერიასთან და მოაღწიეს თქვენამდე, რომ გითხრათ რაღაც იმის შესახებ, რა არსებობს იქ გარეთ. მაგრამ რა ხდება, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ ყველაფრის დანახვას როგორც ერთი მთლიანი სურათისა? როდესაც ვაერთიანებთ რელეის მათემატიკას, ფოტონების მოგზაურობას, თვალის ადაპტაციას და კოსმონავტების გამოცდილებას ერთ ღრმა გაგებაში. წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის უზარმაზარი ორკესტრი, არა მუსიკალური, არამედ ფიზიკური ორკესტრი, სადაც ყოველი ინსტრუმენტი არის ფუნდამენტური ძალა, ყოველი ნოტა არის ურთიერთქმედება, ყოველი მელოდია არის ფენომენი, რომელსაც ვაკვირდებით. რელეის გაფანტვა არის ერთი ინსტრუმენტი ამ ორკესტრში, ის უკრავს მელოდიას, რომელსაც ვუწოდებთ ლურჯ ცას. მაგრამ ეს მელოდია არ არსებობს იზოლაციაში, ის ჰარმონიაშია სხვა მელოდიებთან, სხვა ძალებთან, სხვა პროცესებთან. გრავიტაცია ინარჩუნებს ატმოსფეროს დედამიწის გარშემო, გრავიტაციის გარეშე ჰაერი გაფანტულიყო კოსმოსში და არ იქნებოდა გაფანტვა. ელექტრომაგნეტიზმი აკავშირებს ფოტონებს ატომებთან, ელექტრომაგნეტიზმის გარეშე შუქი გადიოდა მატერიის გავლით ურთიერთქმედების გარეშე.
კვანტური მექანიკა განსაზღვრავს, როგორ შთანთქავენ და ასხივებენ ატომები ფოტონებს. კვანტური მექანიკის გარეშე არ იქნებოდა ფერები, არ იქნებოდა ქიმია, არ იქნებოდა სიცოცხლე. ყოველ დილას, როდესაც ხურავთ თვალებს და ხედავთ სამყაროს, ხედავთ ამ ორკესტრის შესრულებას, ხედავთ, როგორ მუშაობენ ერთად ყველა ფუნდამენტური ძალები, რომ შექმნან ის, რასაც ვუწოდებთ რეალობას. ვარსკვლავები, რომლებიც ქრებიან დღისით და ჩნდებიან ღამით, არიან არა უბრალოდ ასტრონომიული კურიოზი, არამედ ფანჯარა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მუშაობს სამყარო ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე. ისინი გვასწავლიან, რომ ხილვადობა არის არა აბსოლუტური, არამედ ფარდობითი, დამოკიდებული კონტექსტზე, ფონზე, პირობებზე. ისინი გვასწავლიან, რომ შუქი არის არა უბრალოდ ნათება, არამედ ინფორმაციის მატარებელი, მესენჯერი, რომელიც აკავშირებს ყველაფერს სამყაროში. ისინი გვასწავლიან, რომ ატმოსფერო არის არა უბრალოდ ჰაერი, არამედ ფილტრი, ფარდა, ინტერფეისი, საზღვარი ჩვენსა და კოსმოსს შორის, რომელიც ცვლის ყველაფერს, რასაც ვხედავთ. და ისინი გვასწავლიან, რომ თვალი არის არა აბსოლუტური ინსტრუმენტი, არამედ ბიოლოგიური დეტექტორი, რომელიც ევოლუციამ შექმნა მილიონობით წლის განმავლობაში, რომ გამოყოს სიგნალი ხმაურისგან, იპოვოს კონტრასტებით და ინახოს ის, რაც მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის. ყოველ დღე, როდესაც ცდილობთ იპოვოთ რაღაც დაკარგული, გამოყოთ მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანისგან, იყენებთ ამ უნარს, რომელიც გაქვთ იმიტომ, რომ თქვენი წინაპრები მილიონი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ თავიანთ თვალებს და ენახათ ის, რაც მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც ვარსკვლავები გვასწავლიან, არის ის, რომ რეალობა არის არა სტატიკური, არამედ დინამიური, მუდმივად ცვალებადი, დამოკიდებული იმაზე, სად ვდგავართ, როდის ვუყურებთ, რა არის ჩვენს გარშემო. ვარსკვლავი, რომელიც უხილავია დღისით, ხდება ხილული ღამით, არა იმიტომ, რომ შეიცვალა ვარსკვლავი, არამედ იმიტომ, რომ შეიცვალა კონტექსტი. ეს პრინციპი მოქმედებს ყველგან, არა მხოლოდ ასტრონომიაში, არამედ ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში. კვანტურ მექანიკაში ნაწილაკის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვზომავთ მას, შეცვალეთ გაზომვის მეთოდი და შეიცვლება შედეგი. ბიოლოგიაში ორგანიზმის ქცევა დამოკიდებულია გარემოზე, შეცვალეთ გარემო და შეიცვლება ქცევა. ფსიქოლოგიაში აღქმა დამოკიდებულია კონტექსტზე, იგივე სიტყვა შეიძლება იყოს კომპლიმენტი ან შეურაცხყოფა, დამოკიდებული იმაზე, ვინ თქვა და როგორ. ყოველ დღე, როდესაც ესაუბრებით ადამიანს და ცდილობთ გაიგოთ, რას ნიშნავს მისი სიტყვები, იყენებთ ამ პრინციპს, ეძებთ კონტექსტს, ცდილობთ გაიგოთ, რა არის ფონი, რა არის ის, რაც არ ითქვა, მაგრამ იგულისხმება. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომლებიც დგანან სხვადასხვა ადგილას დედამიწაზე და უყურებენ ცას იმავე მომენტში. ერთი მათგანი დგას ეკვატორზე, სადაც მზე არის პირდაპირ თავზე, ცა ღია ლურჯია, ვარსკვლავები სრულიად უხილავი. მეორე დგას პოლარულ წრეზე, სადაც მზე არის ჰორიზონტზე, ცა მუქი იისფერია, ყველაზე ნათელი ვარსკვლავები თითქმის ხილული. ორივე მათგანი უყურებს იმავე სამყაროს, იმავე ვარსკვლავებს, მაგრამ ხედავენ სრულიად განსხვავებულ სურათს. არა იმიტომ, რომ სამყარო განსხვავებულია, არამედ იმიტომ, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. ასევე მოქმედებს ყველა ცოდნა, ყველა გაგება, ყველა აღქმა არის პერსპექტივა, ხედვა კონკრეტული წერტილიდან. შეცვალეთ წერტილი და შეიცვლება ხედვა. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ობიექტური რეალობა, ვარსკვლავები იქ არიან, მიუხედავად იმისა, ხედავთ თუ არა მათ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენი წვდომა ამ რეალობაზე ყოველთვის არის შუამავლობით თქვენი გრძნობებით, თქვენი ინსტრუმენტებით, თქვენი პოზიციით, თქვენი კონტექსტით. ყოველ დღე, როდესაც ცდილობთ გაიგოთ სხვა ადამიანის თვალსაზრისი, იყენებთ ამ პრინციპს, აღიარებთ, რომ ის ხედავს სამყაროს სხვა პოზიციიდან, სხვა კონტექსტიდან და ამიტომ მისი აღქმა განსხვავებულია თქვენისგან. ვსაუბრობდით ატმოსფეროზე, როგორ ფანტავს ის შუქს, როგორ ქმნის ლურჯ ცას, როგორ მალავს ვარსკვლავებს. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ატმოსფერო არის არა მხოლოდ ფიზიკური ფენომენი, არამედ მეტაფორა ყველა იმ ფილტრისა, რომელიც დგას ჩვენსა და რეალობას შორის. თქვენი თვალი არის ფილტრი, ის ხედავს მხოლოდ ვიწრო დიაპაზონს ელექტრომაგნიტური სპექტრისა, მხოლოდ ხილულ შუქს. არსებობს ულტრაიისფერი შუქი, ინფრაწითელი შუქი, რენტგენის სხივები, რადიოტალღები, ყველა ეს არის შუქი, ყველა ეს არის ფოტონები, მაგრამ თქვენი თვალი არ ხედავს მათ. თქვენი ყური არის ფილტრი, ის ისმენს მხოლოდ ვიწრო დიაპაზონს ხმის სიხშირეებისა, დაახლოებით 20 ჰერციდან 20,000 ჰერცამდე. არსებობს ინფრაბგერა, ულტრაბგერა ხმები, რომლებსაც ზოგიერთი ცხოველი ისმენს, მაგრამ თქვენ არა. თქვენი ტვინი არის ფილტრი, ის ამუშავებს მხოლოდ მცირე ნაწილს ინფორმაციისა, რომელიც აღწევს თქვენს გრძნობებს, იგნორირებს უმეტესობას, ფოკუსირდება იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ამ მომენტში.
ყოველ წამს, როდესაც კითხულობთ ამ ტექსტს და იგნორირებთ ხმაურს გარეთ, გრძნობთ როგორ მუშაობს ეს ფილტრი, როგორ ირჩევს თქვენი ტვინი, რაზე გაამახვილოს ყურადღება და რა უგულებელყოს. ვსაუბრობდით კონტრასტზე, როგორ დამოკიდებულია ხილვადობა განსხვავებაზე სიკაშკაშეში. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ კონტრასტი არის უნივერსალური პრინციპი, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ ხედვაში, არამედ ყველა აღქმაში, ყველა გაგებაში. თქვენ ვერ გაიგებთ სიცხეს, თუ არ იცნობთ სიცივეს. ვერ გაიგებთ სიმაღლეს, თუ არ იცნობთ სიღრმეს. ვერ გაიგებთ სიჩუმეს, თუ არ იცნობთ ხმაურს. ყოველი კონცეფცია, ყოველი იდეა, ყოველი გაგება არსებობს მხოლოდ კონტრასტში რაღაცასთან, რაც არ არის ის. ყოველ დილას, როდესაც იღვიძებთ და გრძნობთ განსხვავებას წილსა და გაღვიძებას შორის, გამოიყენებთ ამ პრინციპს, გრძნობთ კონტრასტს, განსხვავებას მდგომარეობებს შორის. ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში საუბრობდნენ ამ პრინციპზე. ჰერაკლიტე ამბობდა, რომ ყველაფერი არსებობს ოპოზიციებში, რომ ბრძოლა არის ყველაფრის მამა. ლაო ძი ამბობდა, რომ ყოველი რამ შეიცავს თავის საპირისპიროს, რომ ინი და იანგი არიან განუყოფელი. კანტი ამბობდა, რომ ჩვენ ვერ ვიცნობთ რეალობას თავისთავად, მხოლოდ როგორც ის გამოჩნდება ჩვენთვის, როგორც ის გაფილტრულია ჩვენი გრძნობებით და კატეგორიებით. ვსაუბრობდით ადაპტაციაზე, როგორ ეგუება თვალი განსხვავებულ დონეებს სიკაშკაშისა. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ადაპტაცია არის უნივერსალური პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა დონეზე, ატომიდან გალაქტიკამდე. ატომები ადაპტირდებიან, ისინი შთანთქავენ ენერგიას, აღგზნდებიან, შემდეგ უბრუნდებიან ნორმალურ მდგომარეობას, ასხივებენ ფოტონებს. უჯრედები ადაპტირდებიან, ისინი რეაგირებენ გარემოზე, ცვლიან თავიანთ მეტაბოლიზმს, იზრდებიან ან კვდებიან. ორგანიზმები ადაპტირდებიან, ისინი სწავლობენ, იცვლებიან, ევოლუციონირებენ. საზოგადოებები ადაპტირდებიან, ისინი ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ინსტიტუტებს, ახალ იდეებს. ყოველ დღე, როდესაც სწავლობთ რაღაც ახალს და იცვლით თქვენს გაგებას, ასრულებთ ადაპტაციას, ცვლით თქვენ შინაგან მოდელს რეალობისა, რომ უკეთ შეესაბამებოდეს იმას, რასაც აკვირდებით. მეცნიერება თავად არის ადაპტაციის პროცესი, მუდმივი რეფინირება თეორიებისა, მუდმივი შედარება პროგნოზებისა და დაკვირვებებისა, მუდმივი კორექცია გაგებისა. ვსაუბრობდით კოსმონავტებზე, როგორ ხედავენ ისინი ვარსკვლავებს დღისით, როდესაც ტოვებენ ატმოსფეროს. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ კოსმონავტების გამოცდილება არის არა მხოლოდ საინტერესო ფაქტი, არამედ ღრმა მეტაფორა იმისა, რაც ხდება, როდესაც ჩვენ ტოვებთ ჩვენს ჩვეულ კონტექსტს, ტოვებთ ჩვენს ფილტრებს, ვხედავთ რეალობას ახალი პერსპექტივიდან. ყოველ ჯერზე, როდესაც სწავლობთ ახალ ენას და იწყებთ აზროვნებას ამ ენაზე, ასრულებთ მსგავს პროცესს, ტოვებთ თქვენი მშობლიური ენის ფილტრს, ხედავთ სამყაროს ახალი კატეგორიებით, ახალი კონცეფციებით. ყოველ ჯერზე, როდესაც მოგზაურობთ ახალ ქვეყანაში და ხედავთ განსხვავებულ კულტურას, ასრულებთ მსგავს პროცესს, ტოვებთ თქვენი კულტურის ფილტრს, ხედავთ, რომ არსებობს სხვა გზები ცხოვრებისა, სხვა ღირებულებები, სხვა პრიორიტეტები. ყოველ ჯერზე, როდესაც კითხულობთ ფილოსოფიურ ტექსტს და ცდილობთ გაიგოთ რადიკალურად განსხვავებული იდეა, ასრულებთ მსგავს პროცესს, ტოვებთ თქვენი ჩვეული აზროვნების ფილტრს, ცდილობთ დაინახოთ რეალობა ახალი თვალებით. და აქ ვაღწევთ ყველაზე ღრმა გაგებას, რომელიც აკავშირებს ვარსკვლავებს, შუქს, ატმოსფეროს, თვალს და თავად ცნობიერებას ერთფრთიან სურათში. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი. ეს მანტრა, რომელიც გავიმეორეთ, არის არა მხოლოდ ფაქტი ასტრონომიის შესახებ, არამედ ფუნდამენტური პრინციპი. რეალობის შესახებ. რეალობა არსებობს და მოუკიდებლად ჩვენგან, ვარსკვლავები ანათებენ, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მათ. მაგრამ ჩვენი წვდომა ამ რეალობაზე ყოველთვის არის შუამავლობით ფილტრებით, კონტექსტებით, პერსპექტივებით. და ეს შუამავლობა არ არის ხარვეზი, არ არის შეზღუდვა, რომელიც უნდა დაიძლიოს. ეს არის ფუნდამენტური ასპექტი იმისა, რას ნიშნავს იყო ცნობიერი არსება, რომელიც არ არის უბრალოდ ნაწილი სამყაროსი, არამედ დამკვირვებელი, რომელიც ცდილობს გაიგოს სამყარო, იპოვოს მნიშვნელობა, შექმნას ცოდნა. ყოველ ღამე, როდესაც დგახართ ქუჩაში და უყურებთ ვარსკვლავებს, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ შორეულ მზეებს, არამედ ფოტონებს, რომლებმაც მოგზაურეს ათასობით წლის განმავლობაში, რომ მიაღწიონ თქვენს თვალს. ყოველი ფოტონი არის მესენჯერი, რომელიც მოგაწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რა იყო ვარსკვლავი 1000 წლის წინ, არა რა არის ახლა, არამედ რა იყო მაშინ, როდესაც ფოტონი დატოვა მისი ზედაპირი. ეს არის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ უკან დახედვას დროში, როდესაც თქვენ უყურებთ შორეულ ობიექტს, თქვენ ხედავთ მის წარსულს, არა მის აწმყოს. ყველაზე შორეული გალაქტიკები, რომლებსაც ტელესკოპები ხედავენ, არიან ისეთი შორს, რომ მათი შუქი მოგზაურობდა მილიარდობით წლის განმავლობაში.
ჩვენ ვხედავთ მათ ისეთებად, როგორებიც იყვნენ მილიარდობით წლის წინ, როდესაც სამყარო იყო ახალგაზრდა, როდესაც პირველი ვარსკვლავები ჯერ კიდევ იბადებოდნენ, როდესაც დედამიწა არ არსებობდა. ყოველ ღამე, როდესაც ყავას სვამთ და ფანჯრიდან ცას უყურებთ, ხედავთ არა აწმყოს, არამედ წარსულს, მოზაიკას წარსულებისა, სადაც ყოველი ვარსკვლავი გვიჩვენებს განსხვავებულ მომენტს დროში. მაგრამ ეს ნიშნავს რაღაც კიდევ უფრო ღრმას. თუ ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს თქვენს თვალს, მოგზაურობდა რაღაც დროის განმავლობაში, მაშინ ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის წარსული, არა აწმყო. როდესაც უყურებთ მზეს, ხედავთ მას ისეთს, როგორიც იყო 8 წუთის წინ, ეს არის დრო, რომელიც საჭიროა შუქს, რომ მოგზაუროს მზიდან დედამიწამდე. როდესაც უყურებთ მთვარეს, ხედავთ მას ისეთს, როგორიც იყო 1 წამის წინ. როდესაც უყურებთ ადამიანს თქვენს წინ, ხედავთ მას ისეთს, როგორიც იყო ნანოწამის წინ, დრო, რომელიც საჭიროა შუქს, რომ აირეკლოს მისი სახიდან და მიაღწიოს თქვენს თვალს. ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის წარსული, უხილავად მცირე წარსული ახლო ობიექტებისთვის, უზარმაზარი წარსული შორეული ობიექტებისთვის. აწმყო, ნამდვილი აწმყო, არის მიუწვდომელი თქვენი გრძნობებისთვის. თქვენ ცხოვრობთ მუდმივად წარსულში, რომელიც ძალიან ახლოსაა აწმყოსთან, მაგრამ არასოდეს არის თავად აწმყო. ყოველ დღე, როდესაც ცდილობთ იყოთ აწმყოში, იცხოვროთ მომენტში, გრძნობთ ამ პარადოქსს, გრძნობთ, რომ თქვენი აღქმა ყოველთვის ოდნავ ჩამორჩება რეალობას. და ეს გვიყვანს საბოლოო კითხვამდე, რომელიც სცილდება ფიზიკას და შედის ფილოსოფიაში. თუ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის ფილტრირებული, შუამავლობით დაგვიანებული, მაშინ რა არის რეალობა? არის თუ არა რაღაც აბსოლუტური, ობიექტური რეალობა იქ გარეთ, დამოუკიდებელი ჩვენგან? თუ ყველაფერი, რასაც ვიცნობთ, არის მხოლოდ ჩვენი აღქმა, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს გრძნობებზე, ჩვენს ინსტრუმენტებზე, ჩვენს კონტექსტზე? ფიზიკა გვეუბნება, დიახ, არსებობს ობიექტური რეალობა. ვარსკვლავები იქ არიან, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მათ. ფოტონები მოგზაურობენ, ატომები ურთიერთქმედებენ, ძალები მოქმედებენ, ყველა ეს ხდება დამოუკიდებლად ჩვენგან. მაგრამ ფილოსოფია გვეუბნება, ჩვენი წვდომა ამ რეალობაზე ყოველთვის არის შუამავლობით. ჩვენ ვერასოდეს ვხედავთ რეალობას, როგორც ის არის თავისთავად, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ როგორც ის გამოჩნდება ჩვენთვის, როგორც ის გაფილტრულია ჩვენი გრძნობებით, ჩვენი ინსტრუმენტებით, ჩვენი კონცეფციებით. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი. ეს მანტრა, რომელიც გავიმეორეთ, არის ბალანსი ამ ორ პოზიციას შორის, აღიარება იმისა, რომ არსებობს რაღაც სტაბილური, უცვლელი, ობიექტური და ამავე დროს აღიარება იმისა, რომ ჩვენი აღქმა ამ სტაბილურისა არის ცვალებადი, დამოკიდებული კონტექსტზე. ეს არის გაკვეთილი, რომელიც სცილდება ასტრონომიას, გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც რეალობა არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან, მაგრამ ჩვენი გაგება ამ რეალობისა ყოველთვის არის შეზღუდული, ფარდობითი, დამოკიდებული ჩვენს პერსპექტივაზე. ყოველ დილას, როდესაც იღვიძებთ და ხედავთ ლურჯ-ცას ვარსკვლავების გარეშე, გახსოვდეთ, ვარსკვლავები იქ არიან, ყოველთვის უცვლელად ანათებენ. მხოლოდ ფონი შეიცვალა, მხოლოდ კონტექსტი, რომელშიც თქვენ ცდილობთ მათ დანახვას. და ეს არის ჭეშმარიტი არა მხოლოდ ვარსკვლავებისთვის, არამედ ყველაფრისთვის, რასაც ეძებთ, რასაც ცდილობთ გაიგოთ, რასაც ცდილობთ იპოვოთ ამ უზარმაზარ, რთულ, საოცარ სამყაროში. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? ვარსკვლავები არ ქრებიან, ისინი იქ არიან ყოველთვის უცვლელად. მაგრამ ახლა ამ გრძელი მოგზაურობის შემდეგ, მოგზაურობის რელეის განტოლებებში, ფოტონების ცეკვაში, ატმოსფეროს ლაბირინთში, თვალის ადაპტაციაში, კოსმონავტების გამოცდილებაში, ახლა ჩვენ ვხედავთ რაღაც უფრო ღრმას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უბრალო კითხვა, რატომ ვარსკვლავები ჩანან მხოლოდ ღამით, არ იყო კითხვა მხოლოდ ასტრონომიის შესახებ. ეს იყო კითხვა თავად რეალობის ბუნების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა ნიშნავს დანახვა, რა ნიშნავს ცოდნა, რა ნიშნავს არსებობა სამყაროში, რომელიც ერთდროულად არის აბსოლუტური და ფარდობითი, უცვლელი და მუდმივად ცვალებადი. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ღამით უდაბნოში, შორს ქალაქებისგან, შორს ნათურებისგან, სადაც ცა არის ისეთი ბნელი, რომ რძის გზა ჩანს არა როგორც ბუნდოვანი ზოლი, არამედ როგორც მდინარე შუქისა, რომელიც კვეთს მთელ ცას. თქვენ უყურებთ ზევით და ხედავთ ათასობით ვარსკვლავს, ზოგი ნათელი, ზოგი სუსტი, ზოგი თეთრი, ზოგი ლურჯი, ზოგი წითელი. ყოველი მათგანი არის მზე, ზოგი უფრო დიდი ჩვენი მზეზე, ზოგი უფრო პატარა, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი მოხუცი. და ყოველი მათგანი აგზავნის შუქს, რომელიც მოგზაურობს წლების, ათწლეულების, საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში, რომ მიაღწიოს თქვენს თვალს. ამ მომენტში, როდესაც დგახართ ბნელში და უყურებთ ზევით, თქვენ არ ხართ უბრალოდ დამკვირვებელი, თქვენ ხართ მიმღები, ანტენა, რომელიც იღებს მესიჯებს უზარმაზარი კოსმოსიდან.
ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს თქვენს თვალს, არის წერილი, რომელიც დაიწერა შორეულ წარსულში, მოგზაურობდა სივრცისა და დროის გავლით და ახლა, ამ მომენტში, გიხსნით მას. ყოველ საღამოს, როდესაც ბავშვს უკითხავთ ზღაპარს და ერთად უყურებთ ფანჯრიდან ცას, ასწავლით მას ამ ღრმა ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ დაკავშირებული შუქით, დროით, სივრცით. მაგრამ რატომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია? რადგან ეს გვასწავლის რაღაც ფუნდამენტურს არა მხოლოდ ვარსკვლავების შესახებ, არამედ თავად ცხოვრების შესახებ. რამდენი რამ არსებობს ჩვენს გარშემო, რასაც ვერ ვხედავთ, არა იმიტომ, რომ ის არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ფონი ძალიან ძლიერია, იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება მიმართულია სხვაგან, იმიტომ, რომ ჩვენი თვალი არ არის ადაპტირებული. რამდენი ჭეშმარიტება, რამდენი სილამაზე, რამდენი საოცრება იმალება ჩვენგან, არა იმიტომ, რომ ის დამალულია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ფონზე, ისეთ კონტექსტში, სადაც ის უხილავია. ყოველ დილას, როდესაც ჩქარობთ სამსახურში და არ ამჩნევთ ყვავილს, რომელიც ყვავის გზის პირას, ასრულებთ იმავე პრინციპს, არა იმიტომ, რომ ყვავილი არ არის ლამაზი, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ყურადღების ფონი სავსეა სხვა რამით. და აქ ვაღწევთ რაღაც პარადოქსს, რომელიც იმალება ამ მთელი ისტორიის გულში. ატმოსფერო, რომელიც მალავს ვარსკვლავებს დღისით, არის იგივე ატმოსფერო, რომელიც გვიცავს კოსმოსური გამოსხივებისგან, რომელიც გვაძლევს ჟანგბადს სასუნთქად, რომელიც ქმნის ამინდს და კლიმატს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას სიცოცხლეს არსებობდეს. ფონი, რომელიც მალავს სიგნალს, არის იგივე ფონი, რომელიც ქმნის პირობებს, რომ სიგნალი იყოს მნიშვნელოვანი. ფილტრი, რომელიც ზღუდავს ჩვენს ხედვას, არის იგივე ფილტრი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ხედვას არსებობდეს. ეს არის არა ხარვეზი, არა შეზღუდვა, რომელიც უნდა დაიძლიოს, ეს არის ფუნდამენტური პირობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ცნობიერებას, აღქმას, გაგებას არსებობდეს. ყოველ საღამოს, როდესაც ხურავთ ფარდებს, რომ უკეთ დაინახოთ ეკრანი, გამოიყენებთ ამ პრინციპს, ზღუდავთ ერთ რამეს, რომ გააძლიეროთ მეორე. მაშ რა არის ჭეშმარიტება? არის თუ არა ის აბსოლუტური, ერთი უცვლელი, ობიექტური? თუ ის ფარდობითია, დამოკიდებული იმაზე, ვინ უყურებს, როდის უყურებს, საიდან უყურებს. ვარსკვლავები გვეუბნებიან, ორივე. ისინი იქ არიან, აბსოლუტურად, ობიექტურად უცვლელად. ისინი ანათებენ დღისითაც და ღამითაც მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მათ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ვინმე, ვინც უყურებს მათ. მაგრამ ჩვენი აღქმა მათი, ჩვენი უნარი დავინახოთ ისინი, გავიგოთ ისინი, ვიცნოთ ისინი, არის ფარდობითი, დამოკიდებული კონტექსტზე, ფონზე, პირობებზე. და ეს ორმაგი ბუნება, აბსოლუტური და ფარდობითი ერთდროულად, არის არა წინააღმდეგობა, არამედ ჰარმონია. ეს არის ის, რაც აძლევს შესაძლებლობას სამყაროს იყოს ერთდროულად სტაბილური და დინამიური, უცვლელი და მუდმივად ახალი. წარმოიდგინეთ მდინარე, იგივე მდინარე, რომელშიც ჰერაკლიტე ვერ შევიდოდით ორჯერ. წყალი მუდმივად იცვლება, ყოველი წამი მოაქვს ახალ წყალს, ყოველი წამი მიაქვს ძველს. მაგრამ მდინარე თავად რჩება, იგივე ფორმა, იგივე დინება, იგივე არსი. ასევე არის ვარსკვლავებთან, ისინი რჩებიან უცვლელად, მაგრამ ჩვენი აღქმა მათი მუდმივად იცვლება. ასევე არის ყველაფერთან, ყოველი ობიექტი, ყოველი იდეა, ყოველი. ჭეშმარიტება არის ერთდროულად აბსოლუტური და ფარდობითი, უცვლელი და ცვალებადი. ყოველ დღე, როდესაც ხვდებით ძველ მეგობარს და ხედავთ, რომ ის შეიცვალა, მაგრამ ამავე დროს რჩება იგივე ადამიანი, გრძნობთ ამ ორმაგ ბუნებას, სტაბილურობას და ცვლილებას ერთდროულად. მაგრამ შეიძლება ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც ვარსკვლავები გვასწავლიან, არის ის, რომ უხილაობა არ ნიშნავს არარსებობას. იმიტომ, რომ თქვენ ვერ ხედავთ რაღაცას, არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. იმიტომ, რომ რაღაც დამალულია ფონში, არ ნიშნავს, რომ ის არ არის რეალური. იმიტომ, რომ თქვენი გრძნობები არ აღიქვამენ რაღაცას, არ ნიშნავს, რომ ის არ არის იქ. ვარსკვლავები ანათებენ დღისითაც, უხილავად, დაუმჩნევლად, მაგრამ აბსოლუტურად რეალურად. რამდენი რამ არსებობს ჩვენს ცხოვრებაში ასევე, უხილავი, მაგრამ რეალური. სიყვარული, რომელიც არ გამოითქმება სიტყვებით, მაგრამ გრძნობთ მას ყოველ ჟესტში. ტკივილი, რომელიც არ ჩანს გარედან, მაგრამ არსებობს შიგნით. იმედი, რომელიც არ არის ხილული, მაგრამ ინარჩუნებს ადამიანს ბნელ დროებში. ყოველ საღამოს, როდესაც მშობელი უსმენს ბავშვის სუნთქვას წილში და გრძნობს სიყვარულს, რომელსაც ვერ გამოხატავს სიტყვებით, ეხებით ამ ჭეშმარიტებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხშირად არის უხილავი. და ეს გვიყვანს საბოლოო კითხვებამდე, რომლებზე არ არსებობს საბოლოო პასუხები, მაგრამ რომლებიც თავად არიან მნიშვნელოვანი. თუ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის ფილტრირებული, შუამავლობით, დამოკიდებული კონტექსტზე, მაშინ რა არის ის, რასაც ვერ ვხედავთ? რა არსებობს იქ, ფონში, უხილავი, მაგრამ რეალური?
თუ ვარსკვლავები ანათებენ დღისითაც, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, რა სხვა ანათებს ჩვენს გარშემო, რასაც ვერ ვხედავთ. რა ჭეშმარიტებები, რა სილამაზე, რა საოცრებები იმალება ჩვენგან, არა იმიტომ, რომ ისინი არ არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი თვალი არ არის ადაპტირებული, ჩვენი ყურადღება მიმართულია სხვაგან, ჩვენი ფონი ძალიან ძლიერია. და თუ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფონი, თუ შეგვიძლია ავიდეთ მთაზე, გავიდეთ ქალაქიდან, მოვერიდოთ ნათურებს, მივცეთ ჩვენს თვალს დრო ადაპტაციისთვის, მაშინ რა სხვა შეგვიძლია დავინახოთ. რა სხვა გახდება ხილული, როდესაც შევცვლით კონტექსტს, როდესაც შევცვლით პერსპექტივას, როდესაც შევცვლით ჩვენს თავს. კოსმონავტები, რომლებიც ტოვებენ ატმოსფეროს და ხედავენ ვარსკვლავებს დღისით, გვასწავლიან, რომ ზოგჯერ საჭიროა რადიკალური ცვლილება, საჭიროა ტოვოთ ჩვენი ჩვეული გარემო, ჩვენი ჩვეული კონტექსტი, რომ დავინახოთ ის, რაც ყოველთვის იქ იყო, მაგრამ ჩვენთვის უხილავი. ყოველ ჯერზე, როდესაც იღებთ რისკს, ტოვებთ კომფორტულ ზონას, ცდილობთ რაღაც ახალს, ასრულებთ მსგავს პროცესს, ტოვებთ ჩვეულ ფონს, რომ დაინახოთ რაღაც ახალი. მაგრამ შეიძლება ყველაზე ღრმა კითხვა არის ეს, თუ ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი, თუ ყოველი ატომი ჩვენს სხეულში დაიბადა ვარსკვლავში, თუ ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს ჩვენს თვალს, აკავშირებს ჩვენ შორეულ კოსმოსთან, მაშინ ვინ ვართ ჩვენ? ვართ თუ არა ჩვენ უბრალოდ დამკვირვებლები, გარედან მყოფნი, რომლებიც უყურებენ სამყაროს? თუ ჩვენ ვართ თავად სამყაროს, სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი, რომელიც ეძებს მნიშვნელობას საკუთარ არსებობაში. ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ მილიარდობით წლის განმავლობაში, რომლებიც ქმნიან ატომებს, რომლებიც აგზავნიან შუქს, ისინი არ არიან უბრალოდ ობიექტები იქ გარეთ. ისინი არიან ჩვენი წინაპრები, ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი, ვარსკვლავების შვილები, ვარსკვლავების მემკვიდრეები. ყოველ დილას, როდესაც უყურებთ სარკეში და ხედავთ თქვენს ასახვას, ხედავთ ვარსკვლავების ნაწარმოებს, ნახშირბაცს, რომელიც დაიბადა წითელ გიგანტში, ჟანგბადს, რომელიც შეიქმნა სუპერნოვაში, რკინას, რომელიც გამოიყო ვარსკვლავის კოლაფსში. და ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ვარსკვლავებს, ჩვენ ვუყურებთ არა რაღაც უცხოს, არამედ რაღაც ნაცნობს, ვუყურებთ ჩვენს წარმოშობას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს კავშირს უზარმაზარ კოსმოსთან. ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს ჩვენს თვალს, არის არა მხოლოდ ინფორმაციის მატარებელი, არამედ შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, რაღაც უძველესისა, რაღაც საოცრისა. ჩვენ არ ვართ უბრალოდ დამკვირვებლები, ჩვენ ვართ მონაწილეები, ჩვენ ვართ თავად სამყარო, რომელიც გაიღვიძა, რომელიც დაიწყო საკუთარი თავის დანახვას, საკუთარი თავის გაგებას, საკუთარი თავის შეცნობა. ყოველ საღამოს, როდესაც მასწავლებელი უხსნის ბავშვს, რომ ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი, გადასცემს ამ ღრმა ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ არ ვართ განცალკევებული კოსმოსისგან, არამედ ვართ მისი ნაწილი. ვარსკვლავები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ფონი. ეს მანტრა, რომელიც გავიმეორეთ ამ მთელი მოგზაურობის განმავლობაში, ახლა იღებს ახალ მნიშვნელობას. ის გვეუბნება არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ რატომ ხედავთ ვარსკვლავებს ღამით და არა დღისით. ის გვეუბნება იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც სტაბილური, რაღაც უცვლელი, რაღაც მარადიული, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აღქმა ცვალებადია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გაგება შეზღუდულია. ვარსკვლავები იქ არიან, ყოველთვის იყვნენ, ყოველთვის იქნებიან, ანათებენ ბნელში, ანათებენ შუქში, ანათებენ მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მათ. და ეს არის იმედი იმისა, რომ მიუხედავად ყველა ცვლილებისა, ყველა გაურკვევლობისა, ყველა ბნელისა, არსებობს რაღაც, რაც რჩება, რაც ანათებს, რაც გვიჩვენებს გზას. ყოველ ღამე, როდესაც დგახართ ბნელში და უყურებთ ზევით, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ შუქის წერტილებს, თქვენ ხედავთ დროს, სივრცეს, ისტორიას, მომავალს. თქვენ ხედავთ ფოტონებს, რომლებმაც მოგზაურეს ათასობით წლის განმავლობაში, რომ მიაღწიონ თქვენს თვალს. თქვენ ხედავთ ატომებს, რომლებიც დაიბადნენ ვარსკვლავებში და ახლა ქმნიან თქვენს სხეულს. თქვენ ხედავთ კავშირს, რომელიც აკავშირებს ყველაფერს სამყაროში, კავშირს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას სიცოცხლეს, ცნობიერებას, გაგებას არსებობდეს. და ამ მომენტში, როდესაც დგახართ ბნელში და უყურებთ ვარსკვლავებს, თქვენ არ ხართ უბრალოდ დამკვირვებელი. თქვენ ხართ ნაწილი იმისა, რასაც აკვირდებით. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს, რომელიც ეძებს საკუთარ თავს, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. და შეიძლება ეს არის ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება, რომელსაც ვარსკვლავები გვასწავლიან, რომ ჩვენ არ ვართ განცალკევებული, არ ვართ მარტოხელები, არ ვართ უცხოები ამ უზარმაზარ კოსმოსში. ჩვენ ვართ სახლში, რომელიც შექმნილია ვარსკვლავებისგან, სახლში, რომელიც ანათებს შუქით, სახლში, რომელიც სავსეა საიდუმლოებით და საოცრებით. ყოველ დილას, როდესაც იღვიძებთ და ხედავთ მზის შუქს, რომელიც შემოდის ფანჯრიდან, გახსოვდეთ, ეს შუქი მოგზაურობდა 8 წუთის განმავლობაში, რომ მიაღწიოს თქვენამდე.
ყოველ საღამოს, როდესაც უყურებთ ვარსკვლავებს და ხედავთ მათ ანათებს ბნელში, გახსოვდეთ, ეს შუქი მოგზაურობდა ათასობით წლის განმავლობაში, რომ მიაღწიოს თქვენამდე. და ყოველ მომენტში, როდესაც სუნთქავთ, ფიქრობთ, გრძნობთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი ამ უზარმაზარი, საოცარი, საიდუმლო სამყაროსი. ვარსკვლავები ანათებენ ყოველთვის, დღისითაც და ღამითაც. ისინი იქ არიან, უხილავი, მაგრამ რეალური, დამალული, მაგრამ არსებული. და ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ ამ ლურჯი ცის ქვეშ, ამ ჰაერის ოკეანის ფსკერზე, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ბნელდება, როდესაც ქრება ფონი, როდესაც ჩვენი თვალი ადაპტირდება, მაშინ ჩნდება ის, რაც ყოველთვის იქ იყო. ჩნდება შუქი ბნელში. ჩნდება ჭეშმარიტება გაურკვევლობაში. ჩნდება კავშირი მარტოობაში. და ეს არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი ახალი ძიებისა, ახალი გაგებისა, ახალი საოცრებისა. რადგან ყოველი პასუხი, რომელსაც ვპოულობთ, ქმნის ახალ კითხვებს. ყოველი ვარსკვლავი, რომელსაც ვხედავთ, მიგვითითებს უსასრულო სხვებზე. ყოველი ფოტონი, რომელიც აღწევს ჩვენს თვალს, მოაქვს მესიჯი უზარმაზარი კოსმოსიდან, მესიჯი, რომელიც გვეუბნება, ეძებეთ, დაინახავთ. დააკაკუნეთ, გაიღება. ვკითხეთ, მიიღებთ პასუხს. რადგან ვარსკვლავები ანათებენ ყოველთვის და ჩვენ, რომლებიც ვართ ვარსკვლავების შვილები, ჩვენც ვანათებთ, ჩვენც ვეძებთ, ჩვენც ვაგრძელებთ ამ უსასრულო მოგზაურობას ბნელიდან შუქისკენ, უცოდინრობიდან ცოდნისკენ, მარტოობიდან კავშირისკენ.